ბავშვებთან დაინტერესებული ციფრული მიმართულებით, სულ ამ მიმართულებით ვითარდებოდი და ჩემი კარიერა ყოველთვის იყო ტექში. მე ვარ ბექათ არსევანიშვილი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი. პატარაობიდან 15 წელს ასაკიდან დაინტერესებული ვარ ტექ სფეროთი, თუნდაც კომპიუტერის დაშლა, აწყობით, ოპერაციული სისტემის გადაყენებით, Windows-ის, რა თქმა უნდა, დრაივერების დაყენებით და ასე შემდეგ და გადავწყვიტე მე ამ პროფესიისთვის შემეხედა სერიოზულად და განვითარებული ყავი ამ მიმართულებით. რატო ტექი? იმიტომ რომ საინტერესო არის პირველი რა თქმა უნდა, მაღალ ანაზღაურებადია, მოთხოვნადიც არის თანამედროვეა რა თქმა უნდა. სხვადასხვა მიმართულებებია, თუნდაც აიგოთ ვები, ექსელები, კიბერუსაფრთხოება და ასე შემდეგ და ასევე იძლევა საშუალებას ვიმუშაო საერთოდ თუნდაც რიმოუთად, თუნდაც ადგილზე და ნებისმიერ კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით. ჩემი პირველი ნაბიჯები იყო პროგრამირება, რა თქმა უნდა, front-end და back-end development-ი. Front-end-ი მოიცადა ვიზუალურ მხარეს, back-end development-ი მოიცადა მონაცემთა ბაზებს, სერვისებს და ასე შემდეგ. ამის შემდეგ გავაგზავნე სწავლა Cisco-ის CCNA-ის კურსზე, რომელიც მოიცავდა Excel-ი როგორ მუშაობს, რა საკეთებს, ისთვის გამოიყენება და ასე შემდეგ. ამის შემდეგ გადავწყვიტე ელექტროინჟინერია და პროგრამირება შემესწავლა, რა თქმა უნდა. მაგალითად, ავიღოთ hardware-ი როგორ მუშაობს, ელექტროინჟინერად როგორ უნდა დააპროგრამირო და მაგალითად ავიღოთ კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანოთ რობოტექნიკა. ამის შემდეგ გადავწყვიტე კიბერუსაფრთხოების საფუძვლები შემესწავლა, რა თქმა უნდა და ამ მიმართულებით განვითარდი, მაგალითად რა არის კიბერუსაფრთხოება, კიბერჰიგიენა რა არის, როგორ დაუცვათ თავი და ასე შემდეგ. იმიტომ შევიღამ ყველა მიმართულებას, რომ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა უნდა იცოდეთ თუნდაც როგორ მუშაობს ვები, როგორ მუშაობს Excel-ი, თუნდაც ავიღოთ Excel-ის სკანირება რო გააკეთოს, უნდა იცოდეს პორტები, რომელი პორტი როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. და ან ესენი უნდა იცოდეს ელემენტარულად საფუძვლები. საფუძვლები თუ არ იცის, ცოტა გაუჭირდება ადამიანს ამ მიმართულებით განვითარება და უფრო წინ წასვლა. გადავწყვიტე მე რომ კიბერუსაფრთხოება უფრო შემესწავლა უფრო სიღრმისეულად და გადავწყვიტე ჩამოყარებინა SQL-ში. SQL-მა მომცა მე ძალიან ბევრი ამ თუნდაც თეორიული კუთხით, პრაქტიკული კუთხითაც, ავიღოთ თუნდაც პრაქტიკული კუთხით ლაბები. ეს სირთულეები იყო უფრო ჩემთვის რომ მაგალითად რა ტიპის მოწყობილობები იყო, იმის თუნდაც მოძებნა, როგორ მუშაობს, რანაირად და ანუ ასე შემდეგ. ამ ლაბებმაც რა თქმა უნდა, მაგის საშუალებაც მომცა რომ ძალიან ბევრი სისუსტეები მეპოვნა და მესწავლა და კიდე პლუს რა თქმა უნდა დღესდღეობით მე თვითონაც ვითარდები ამ სისტემების კიდე მაღალ ლეველზე ავდები. დღეს უკვე დასაქმებულად მონაცემთა დაცვის გუნდის კომპანიაში DBT-ში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტად და ამჟამად ვტესტავ საიტებს. საიტებზე ვეცებ სისტემებს, სხვადასხვა მოწყობილობებს, რა თქმა უნდა და ვცდილობ რომ ანუ კომპანია უფრო გახვალდო დაცული. 4 თვეა დასაქმებული ვარ DBT-ის კომპანიაში. რა თქმა უნდა, დღითი დღე ვითარდები, იმიტომ რომ ყოველდღურად ვაწყდებ სირთულეებსაც და ეს საშუალებას მაძლევს რომ კიდევ უფრო გავიზარდო კარიერულად. დღესდღეობით იმდენად განვითარებული არის ეს ტექნოლოგიები, ყველგან გამოიყენება და არსებობს იმის რისკებიც, რომ შეიძლება გაჟონოს კონფიდენციალურმა ინფორმაციამ და ამიტომ დღესდღეობით კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს ძალიან დიდი როლი უკავია ტექში. კიბერუსაფრთხოების მიმართულებით რა თქმა უნდა ვაპირებ განვითარებას, რა თქმა უნდა ვუყურებ საერთაშორისო სტანდარტებსაც, თუნდაც ავიღოთ რა სისტემები შემოდის, ახალი შეტევის ვექტორები და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში მინდა განვითარდე ისე რომ დავსაკვირდებ სოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში.